თავი მეცხრე. ისმინე ისრაელო. შენ დღეს გადადიხარ იორდანეს, რომ წახვიდე და დაეპატრონო შენზე დიდსა და ძლიერ ხალხებს, დიდ და ცათამდე გამაგრებულ ქალაქებს, დიდსა და მაღალ ხალხს, ყანაკის მოდგმას, რომელიც იცი და რომელზეც ქსმენია, ვინ დაუდგებათ წინ ყანაკის მოდგმას? ახლა იცოდე, უფალი შენი ღმერთი მიგიწვის წინ, შთანთქმელი ცეცხლი, ის მოსპობს მას, ის მოდრექს მათ შენს წინაშე და შენ აყრი მათ და მალე გადააშენებ, როგორც უფალმა გითხრა. არ თქვა შენს გულში, როცა დაიწყებს უფალი შენი ღმერთი მათ განდევნას, ჩემი სიმართლის გამო მომიყვანა უფალმა ამ ქვეყნის დასამკვიდრებლადო, რადგან მათი სიბოროტის გამო აყარა შენგან ეს ხალხები უფალმა. შენი სიმართლისა და შენი გულწრფელობის გამო კი არ მიდიხარ მათი ქვეყნის დასამკვიდრებლად, არამედ მათი სიბოროტის გამო აყრი შენგან უფალი ამ ხალხებს, რომ შეასრულოს სიტყვა, რომელიც მისცა უფალმა შენს მამა-პაპას, აბრაამს, ისააკს და იაკობს. იცოდე, რომ შენი სიმართლის გამო არ გაძლევს უფალი შენი ღმერთი ამ მადლიან მიწას დასამკვიდრებლად, რადგან ჯიუტი ხალხი ხართ. გახსოვდეს, არ დაგავიწყდეს, რომ ბევრჯერ გაგირისხებია უფალი შენი ღმერთი უდაბნოში. ეგვიპტიდან გამოსვლის დღიდან ამ ადგილზე მოსვლამდე სულ მუდამ ეკიშებოდი უფალს. ხორებში განარისხეთ უფალი და გამწყრალმა თქვენი მოსპობა დააპირა. როცა მთაზე ავედი, რომ ჩამომეტანა ფიქალები აღთქმისა უფალმა, რომ დაგიდოთ თქვენ, 40 დღე და 40 ღამე ვიყავი. არც პური მიჭამია და არც წყალი დამირებია. მომცა უფალმა 2 ფიქალი, ღვთიური თითებით წარწერილი. ზედ იყო ყველა ის სიტყვა, რომელიც გამოგიცხადათ უფალმა მთაზე, ცეცხლის შუაგულიდან თავშეყრის დღეს. 40 დღისა და 40 ღამის გასვლის შემდეგ მომცა უფალმა 2 ფიქალი, ფიქალები აღთქმისა და მითხრა უფალმა: ადექი და სწრაფად წადი აქედან, რადგან გაირყვნა შენი ხალხი, რომელიც ეგვიპტიდან გამოიყვანე. მალევე გადაუხვიე შენგან ნასწავლებ გზას, კერპი ჩამოისხეს. ასე მითხრა უფალმა: დავინახე, რომ ჯიუტი ყოფილა ეს ხალხი. დამანებე მოვსპო ისინი და წავხოცო მათი სახსენებელი ცის ქვეშეთიდან. შენგან კი მასზე ძლიერ და მრავალრიცხოვან ხალხს შევქმნიო. პირი ვიბრუნე და მთიდან ჩამოვედი. თაკი ცეცხლში იწოდა. მე აღთქმის 2 ფიქალი მეჭირა ორთავე ხელში. დავინახე, რომ შესწოდეთ უფალს თქვენს ღმერთს. ოქროს ხბო ჩამოისხით. მალევე გადაუხვიეთ გზას, რომელიც უფალმა გასწავლათ. ავიღე და გავაგდე ხელიდან 2 ფიქალი და თქვენს თვალწინ დავლეწე. დავემხე უფლის წინაშე, როგორც უწინდა, ასე ვიყავი 40 დღე და 40 ღამე. უსმელ უჭმელი, ყველა თქვენი ცოდვის გამო, რომლითაც ცოდავდით, ბოროტებას რომ სჩადიოდით უფლის თვალში და აჯავრებდით მას. რადგან მეშინოდა რისხვისა და წყრომისა, რომელიც დაგატეხათ უფალმა თქვენს გასანადგურებლად. ამჯერადაც მისმინა მე უფალმა. ძლიერ გაუწყრა აარონს, დაღუპვამდო და მისი და მე შევევედრე მაშინ აარონის გამოც. ავიღე თქვენი ნაცოდვარი ხბო და ცეცხლში დავწვი. იმდენი ვნაყე, რომ მტრად ვაქციე და მისი მტვერი თიდან მომდინარე ღელეში ჩავყარე. აჯავრებდით უფალს თაბერაში, მასაში და კიბროთ ჰათაავაში. როცა კადეშ ბარნიადან გზავნიდათ უფალი და გეუბნებოდათ, წადით დაეპატრონეთ ქვეყანას, რომელიც მოგეცითო. თქვენ წინა უდეკით უფალს თქვენს ღმერთს, არ ერწმუნეთ მას და არ ისმინეთ მისი სიტყვა. იმ დღიდან რაც გიცნობთ უჯანყდებით უფალს. დავემხე უფლის წინაშე და ასე ვიყავი 40 დღე და 40 ღამე, რადგან თქვენი განადგურება გადაწყვიტა უფალმა. ვილოცე უფლის მიმართ და ვუთხარი: უფალო ღმერთო, ნუ დაღუპავ შენს ერს და შენს სამკვიდროს, რომელიც გამოისყიდე შენი ძლევამოსილებით, რომელიც გამოიყვანე ეგვიპტიდან მაგარი ხელით. გაიხსენე შენი მორჩილნი, აბრაამი, ისააკი და იაკობი. ნუ უყურებ ამ ხალხის სიჯიუტეს, მის სიბოროტეს და მის ცოდვებს, რომ არ თქვას ქვეყანამ საიდანაც გამოგვიყვანე. ვერ შეიყვანა უფალმა ისინი იმ ქვეყანაში, რომელსაც პირდებოდა მათ. მათ და მის სიძულვილის გამო გაიყვანა, რომ უდაბნოში დაეხოცაო. შენი ერია ისინი და შენი სამკვიდრო, რომელიც გამოიყვანე შენი დიდი ძალით და შენი შემართული მკლავით.